მოდაშია თუ არა წიგნის კითხვა და რა ხდება ზოგადად ლიტერატურის სამყაროში ჩვენ საუბრობთ დღეს თქვენ დროში ჩვენ შემოგვემატა სტუმარი რომელსაც დიდი სიამოვნებით მივემშვიდობებით როგორც ახალი სიტყვა შევიტყვეთ გიორგი გეგელიძე ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი მოგესალმებით კი არა და მოგემშვიდობებით უკაცრავად და კვლავ ჩვენი სტუმრები გამომცემლები ზვიად კვარაცხელია და ვაცა ჯობავა მაშინ ასე ვაგრძელებ საუბარს უბრალოდ მოდით გადავიდეთ უფრო სწრაფად უფრო ზოგად თემებზე უფრო წიგნებზე და უფრო იმაზე რაც ხდება თუნდაც ახლა საქართველოში ხო ჩაიარა ბერგუს ვიცი თბილისის წიგნის დღემა როგორ ჩაიარა გიორგი როგორ შეაფასებთ გამომცემლები და შენ მე ძალიან ფრაგმენტულად ვესწრებოდი სამწუხაროდ მაგრამ ეროვნულ ბიბლიოთეკას ჰქონდა საკუთარი სტენდი ამ წიგნის დღეებზე იქ წარმოდგენილი იყო ჩვენი ორი პროექტი ერთი არის ღვინის ბიბლიოთეკა, რომელიც სპეციფიკური ტიპის ბიბლიოთეკაა და გულისხმობს ამპელოგრაფიული ტიპის მასალების შეგროვებას და ასე შემდეგ და ასევე პროექტი ფიროსმანი, რომელიც გულისხმობს ქართული ვიზუალური მუზეუმის შექმნას, ან დაწყებული ვთქვათ, პირველი საერო ტიპის ნახატებიდან და ასევე ბუნებრივია ხატწერიდან მოყოლებული დღემდე. ამას იმიტომ ვამბობ ამავდროულად, რომ მე რაც თვალი გადავავლე, ეს ფესტივალი იყო გარკვეულწილად მულტიფუნქციური, რაც ძალიან მისასალმებელია და საკმაოდ აქტიურიც იმის ფონზე, რომ დღეს მომრავლდა საკმაოდ ფესტივალები და ბარემ მე მგონი 4 ფესტივალი ტარდება უკვე ხო ჯამში ასე გამოდის, რაც მახსოვს წიგნისა და გასაკვირიც არის ერთი შეხედვით, თუ გარკვეულ რაღაც სტატისტიკებს გავითვალისწინებთ არა გამომცემლობების მიმართულებით, ისინი შესანიშნავად მუშაობენ არამედ განათლების დონის მიმართულებით საქართველოში. რომ ამდენი ადამიანი ტრიალებს ამ ფესტივალზე და მე როგორც აი ვის ინტერესი მეტია ამ ფესტივალებში გამომცემლობების თუ მკითხველების არა ეს ინტერესი თუ ერთის მეტია მეორესიც არის ავტომატურად ერთმანეთზე არის მიჯაჭვული იმიტომ რომ წიგნი თუ იყიდება გამომცემელიც ხეირობს ამის კარგის გაგებით და კითხველით მე ვიდი რამდენად ვიცი მე ხვდები თქვენი კითხვის არს მე რამდენად ვიცი ამ ფესტივალზე იყო გარკვეული ფასდაკლებები თუმცა იყო რაღაცი ახლა მე ზუსტად არ ვიცი რამდენად შესვლაში იყო აი ახლა ზუსტად თქვენ უკვე დაასახელეთ ის პრობლემა რომელიც არის ძალიან კმაყოფილები იყვნენ მკითხველები მაგრამ იყო ესეთი აი მაგალითად მაგალითი იყო მოყვანილი რომ წიგნი ღირდა 17 ლარი ანუ უნდა ყოფილიყო ფასდაკლება მაგრამ შესაბამისად როდესაც შენ შესვლაში იხდი 2 ლარს და შემდეგ 13 ლარს იხდი უკვე წიგში ფასდაკლებულში მაინც აღარ გამოდის რომ შენ 4 ლარი და გამოდის რომ ეს იყო გაცილებით უფრო აი ამ თვალსაზრისით ალბათ გამომცემლები ზუსტად თუმცა გამომცემლების განცხადებით ისინი იხდიდნენ გადასახადს იმისთვის რომ აიღოთ სტენდი პავილიონი არა გამომცემლები აკადემიაში არიან ორგანიზატორმა და ესაა და მე მოგახსენებ კი იმიტომ რომ განვიმარტეთ კარგია რომ შეკითხვა დასვით ცოტა აღრევა ხდება ხოლმე და მინდა რომ სულ განმარტო იმიტომ რომ მე ამ შემთხვევაში წარმოვადგენ ასევე გამომცემელთა ასოციაციას რომელიც არის მუდმივი ორგანიზატორი თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის რომელიც მაისში იმართება და მკითხვალს ცოტა ერევა ხოლმე გონია რომ აი ამ თბილისის წიგნის დღეების ორგანიზატორიც ჩვენ ვართ და ხშირად ჩვენც მოგმართავენ ამ შეკითხვით რატომ თუმცა თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი არასდროს ფასიანი არ ყოფილა შესაძლოა გულისხმობ და არც იქნება იმიტომ რომ ნუ ჩვენი პოზიცია როგორც ასოციაციის არის ასეთი რომ ჩვენ წარმოვადგენთ გამომცემლების ინტერესებს გამომცემლები რა თქმა უნდა იქ მონაწილეობაში იხდიან გარკვეულ თანხას რომელიც ნუ მათთვის ცოტაც არ არის აკეთებენ საკმაოდ მნიშვნელოვან ფასდაკლებას და მათ სურთ რომ როდესაც მკითხველი მოდის მათთან მსგავსი დაბრკოლებები არ შეექმნას თუმცა თბილისის წიგნის დღეებს აქვს თავისი ორგანიზატორი ჩვენ ვართ უბრალოდ მხარდამჭერი ამ ფესტივალის და ეს არის ამ ფესტივალის ერთგვარი პოლიტიკა მათ მიაჩნიათ რომ რადგანაც მთელ მსოფლიოში საერთაშორისო სტანდარტი არის ასეთი რომ ფესტივალებზე შესვლა არის ფასიანი ერთგვარად იქნებ ჩვენს მივყვეთ ამ გზას და ჩვენს ძალიან ცუდ გზას მიყვნენ უნდა გითხრათ და ეს რა ვიცი ალბათ არის მე პატიჟები და გინდა რომ გაყიდო ხო იქ უკვე დეს კომერციული ინტერესი იმიტომ რომ შენ ყიდი ამ წიგნს შესაბამისად მე აღარ უნდა ვიხდიდე იმაში რომ შესვლაში ანუ ბილეთის გადასახადს რა მე ისე მგონი მაღაზიაში რო შედიო ხო ანუ იგივეა რომ მაღაზიაში წავიდე მაღაზიას კონდეს რაღაც ფასდაკლების აქცია მაგრამ შესვლაში ფულს გახდევიდნენ ჩემი აზრით მე ვიცი რომ ბევრი გაგიზიანდა ამიტომ ამის ნაწილიც არის რომ მაღაზია ფუნქციონირებს როგორც წესი მუდმივად და ფესტივალისთვის მე მგონი მე არავითარ ინტერესი არ მაქვს ბუნებრივია ამ
ფესტივალის ბიზნეს თვალსაზრისით, მაგრამ ჩემი აზრით ამას იწვევს ისიც, რომ აქ დაქირავება ხდება იმ პავილიონის და ალბათ თქვა აი ამის დასაბალანსებად თუმცა გამოცემა იმიტომაც იქნება გადასახადს, რომ გამოცემა იღებდა თავის თავზე. ხო, გამომცემლობა, ან ეს არის ორი სხვადასხვა მიდგომა, სხვადასხვა. როგორ იყო დასწრება? ხო, დასწრება და საერთოდ ინტერესი გაიზარდა, იკლო, იმიტომ რომ ეხლა ელექტრონული წიგნით შემოვიდა და ძალიან ბევრი კითხულობს თუნდაც ელექტრონულ ვერსიას. ზოგადად აი ბეჭდითი თქვენ ალბათ ბეჭდით მედიას წარმოადგენთ, ხო, უფრო? აი, როგორ ფიქრობთ? მე მაგალითად მაინც იმას არაფერი ჯობია, აი რბილყდაში თუნდაც ან მყარეყდაში რო ადაიჭერ ხელს და ფურცლებს რო გადაფურცლავ, ხო? აი ეს რაღაც სხვა აღქმა აქვს თითქოს წიგნს, როდესაც კითხულობ აი ეს ხელში ვიკავია მე მგონია რომ ეს არის უკიდურესად ინდივიდუალური საკითხი და გულისხმობს ფორმასთან მიმართებას და არაშინაარსთან, იმიტომ რომ მოგეხსენებათ წიგნი არის ჰომეროსის ილიადაც და ოდისეაც, მაგრამ ოდესღაც ეს ტექსტები ვერბალურად გადაეცემოდა, რაფსოდული სახით. მერე ალბათ დაიწერა ეტრატზე, მერე უკვე გამოიცა ბეჭდურად და ახლა არის ელექტრონულად. ყველა ფორმაში წიგნია, უბრალოდ ფორმას იცვლის და თვისობრივად რჩება იგივე. გააჩნია რანაირად სიამოვნებს ჩვენ კითხვა ვიღაცა შეიძლება ისევ ეტრატზე დაწერილი სიამოვნებდეს. მეც ბეჭდური წიგნის თაობის ადამიანი ვარ და შესაბამისად ბეჭდური წიგნის კითხვა უფრო სიამოვნებს, მაგრამ ყავს სტუდენტები, რომელთაც უფრო ეხერხებათ Kindle-ში, iPad-ში, ეხლა თვითონ კომპიუტერში კითხვა მთლად სასიამოვნო არ არის, იმიტომ რომ მისი ეკრანი არ არის. ხო, მაგრამ უამრავი რიდერია, მე მაგალითად რიდერი და როდესაც მევლინებაში მივიდივარ, მიმაქვს რიდერი, მაგრამ სახლში წამოწოლილი მაინც ის წიგნი სულ სწორად. ჩვენ გამომცემლობები თანამშრომლობთ აქტიურად, მაგას ვამბობდი მეც და გამოვცემთ, რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი სფერო მაინც არის ბეჭდური წიგნი, ბეჭდური სახით გამოცემა წიგნებისა და უპირატესობასაც სამხრივ ანიჭებთ პირველ ეტაპზე აუცილებლად გამოდის ჩვენ მიერ მე ამ შემთხვევაში ორ გამოცემობას წარმოვადგენ, გამოცემა ინტერნეტისა და გამოცემა არტანუჯის მიერ გამოცემული წიგნები, იქნება ეს თანამედროვე ქართული ლიტერატურა, პროზა, პოეზია, თარგმნილი ლიტერატურა, რომ გამოიცეს ბეჭდური სახით, რომ კითხველისთვის ხელმისაწვდომი იყოს ბეჭდურად და შემდგომ უკვე ეს ამ ტექსტებს გადავცემთ ელექტრონულ წიგნის მაღაზიებს თავად ვებგვერდებზე გასათავსებლად. ამ მხრივ ჩვენ არ აგვაქვს შეზღუდვა, რომ ვითანამშრომლობთ როგორც წიგნის მაღაზიებთან, წიგნის სადისტრიბუციო კომპანიებთან, წიგნის გამავრცელებლებთან, ასევე ელექტრონული წიგნის მაღაზიებთან, რადგანაც გონია რომ მართლაც ეს საკითხი ინდივიდუალურია. არსებობს სტატისტიკა, თუ ფლობთ ინფორმაციას, რომელი წიგნებია ყველაზე მოთხოვნადი, ანუ რა აინტერესებს მკითხველს. რა თქმა უნდა, არ საუბრობ ახლა სასკოლო პროგრამაზე, გასაგებია რომ სკოლაში რასაც ავალებენ ის იმ წერლებს ყიდულობენ კიდევაც. მე მწყდება გული კიდევაც, რომ ზოგჯერ ისეთ წერლები ხვდებიან სასკოლო პროგრამას, რომელიც შემდეგ ბავშვები აღარ უყვათ, ხო, თუნდაც იგივე მიხეილ ჯავახიშვილი, რომელიც არ უნდა იყოს სკოლის პროგრამაში, იმიტომ რომ ის უნდა იყოს შენი ნებით, ნებაყოფლობით უნდა ნებისმიერი რომანი აიღო და წაიკითხო რა ჯავახიშვილი. ეს ჩემი სუბიექტური არის. ალბათ ყველა მწერალთან ეგრე უნდა გააკეთო, მაგრამ მანამდე ალბათ გჭირდება უცლებად. ან თუნდაც ახლა მერე თუ მე-9 კლასში შოთა რუსთაველის მეფის კალსები ცოტა ნაადრევია ჩემი აზრით. ასთან დაკავშირებით ბუნებრივია პრობლემურია ეს საკითხი, მაგრამ მიხეილ ჯავახიშვილი ჩემი აზრით უნდა იყოს სკოლის სახელმძღვანელოში, იმიტომ რომ მე შეიძლება სამწუხაროდ ქართველმა მკითხველმა საერთოდ აღარ გასწრებს. ძალიან ბევრი მწერალია, რომელსაც შეიძლება შეხება არ მოუწიოს ავტორმა. შოთა რუსთაველი, ილია ჭავჭავაძე, მიხეილ ჯავახიშვილი ეს წერლები არიან, რომლებიც აუცილებლად უნდა იყოს, მაგრამ არის რამდენიმე მწერალი, რომელიც დიდი მწერლები არიან და შემდგომ ისე შეიძლება მოხდეს, თქვათ ლეო ქიაჩელი, თქვათ ნიკოლ ორთქიფანიძე, ისეთი მწერლები, რომელიც თუ სკოლის ასაკში მისით არ დაინტერესდა სკოლის ასაკის მოსწავლე და ბუნებრივია შეიძლება ბევრი კამათი იყოს, რომელი მწერლის რომელი ნაწარმოები შევიდეს, რომელი არ იყოს შესაბამისი. მაინც მოთხოვნადი რომელია უცებ არსებობს ესეთი მსგავსი რაიმე ფლოფ ინფორმაცია რომ საბავშვო ლიტერატურა. კი, საბავშვო ლიტერატურა და შემდეგ მოდის უკვე თარგმნილი ლიტერატურა. რა ხდება წიგნიერებასთან დაკავშირებით? მაინც ხო, როგორ შევაყაროთ ბავშვებს? გიდევთ ხელი, ხო? უყვართ შენებს კითხვა? საერთოდ არ უყვართ. ეს არის პირველი წესი არის ეს ბავშვს როგორ შევაყაროთ წიგნის კითხვა. ბავშვებს უყვართ უფროსების მიბაძვა. მივცეთ მაგალითი. არა. აი არის ეს შენ ვერ წარმოიდგენ ჩემს ოჯახში არის
ჯერთი ბიბლიოთეკა გვაქვს ძალიან დიდი. ძალიან ბევრს ვკითხულობდი და იმდენად მიყვარდა, იმიტომ რომ ჩემს ბავშვობაში არ იყო ინტერნეტი და იყო წიგნი. და შესაძლოა ჩემთვის წიგნი იყო ის, რაც დღეს ბავშვებისთვის აი რაღაცა კინო რო არის და რაღაც აკრძალული კინო. მაგრამ ჩემ შვილს აი რო ვეუბნებოდი რომ მოდი აი მარკ ტვენი წაიკითხე, მაინ რიდი. არა, რაც ვიდეო კინო მაქვს ნანახიო და რაც არამესობ თუ ბავშვი ხედავს რომ დედა კითხულობს არა, მას კი არ უკითხავს, თვითონ კითხულობს და უკვე მისთვის მიმზიდველი ჩნდება. მე კითხო შემაყვარა, მამაჩემის მაგალითად, მექნის მაგალითად, ისინი სულ კითხულობენ, შესაბამისად მეც ბავშვობიდან დავიწყე კითხვა. ეხლა ვცდილობ რომ ეს მაგალითი მივცე არ გამომდის, ისე როგორც არ გამომდის. არა, გეუბნები, ეგრევე პასუხად ვიღებ. მე რომ ნანახი, მულტფილმი, კინო, რაღაც მინდა კიდე წიგნი წავიკითხო. ეს არის კი დიდი ხვედურება. და როგორღაც ამასთან მივახვედროთ რომ ციგნში ჩვენ უბრალოდ მე მგონია მე ყოველთვის ამას ვამბობ რომ ციგნის ესე შეყვარება ცოტა ხელოვნური ამბავია საერთოდ ძალით ვერ შეაყვარებთ შეყვარება დაძალებას არ იგუებს ხოლმე მაგრამ თუ კი თქვენ დაანახებთ რაღაც მაგალითებით რომ ციგნი არის უფრო ფართო საშუალება მისი ფანტაზიის განვითარებისთვის იმიტომ რომ მე არანაირ შეურაცხყოფა სხვა დარგებს ხელოვნებისას არ ვაყენებ პირიქით მათ საკუთარი უპირატესობები აქვს მაგრამ ციგნს აქვს ერთი საოცარი თვისება რომ ის გაიძულებს შენ კონდეს გაცილებით მეტი ფანტაზია ვიდრე სხვა ტიპის ხელოვნებასთან მიმართებაში ანუ შენ წარმოიდგინო წარმოსახვითი სამყაროები რომელიც სხვა ადამიანმა შექმნა იცხოვრო სხვა ადამიანის ცხოვრებით ისე რომ სულ რაღაც 2 საათი გავიდეს ამისთვის მთელი დაბადებიდან სიკვდილამდე და შესაბამისად გაითვალისწინო ან არ გაითვალისწინო მისი შეცდომები ან წარმატებები და გაიაზრო მისი შინაგანი სამყარო. თუ კი ბავშვი მიხვდება ამას ძალიან მარტივი მაგალითები თავიდან მონებრივია ხო ბავშვი ჯოისს არავინ არ წააკითხებს და არ არის ეს სწორი მაგალითად ტომ სოიერის მაგალითზე ან ლიბერგელი ემილის მაგალითზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ დაინახავს რაღაც გმირს მათში რომელიც მაგალითს მისცემდა ხარ იდეალური გმირები მონებრივი არსებობენ მე ნელ-ნელა შეიტყუებს ეს ყველაფერი მოწამლავს კარგი გაგებით და ასე შემდეგ ასე რომ ჩვენ უნდა დავანახოთ საჭიროება ციგნების. სხვათაშორის ამბობენ რომ ჯოან როულინგის ჰარი პოტერმა შეაყვარა ბევრ ბავშვს ციგნების. ეს ირიბინით მოხდა მე სხვათაშორის ფილმი რო არ ყოფილიყო ასეთი პოპულარული მე არ მგონია რომ ციგნებს მე გულისხმობ აი ამ ეგრეთ წოდებული მესამე სამყაროს ქვეყნებში და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში და ასე შემდეგ ასეთი პოპულარობა ჰქონოდა. ფილმმა უბიძგა. თვითონ ციგნი ბესტსელერი იყო ცხადია იქ, სადაც გამოვიდა, მაგრამ თუ ფილმი არ იქნებოდა ასეთი პოპულარული, ფილმი ძალიან მასობრივი პროდუქტია. მე ეჭვება რომ ყველა ქვეყანა ასე დაჟინებით ყოფილიყო, მომართული რომ აი ტომზე ეთარგმნა და ეს შემდეგ. თუნდაც ამ მიზანს ემსახურება ზუსტად ეს ფესტივალები, რომელიც საქართველოს ტარდება, ეს არ არის მხოლოდ უფროსებისთვის, იქ ოჯახებით დადიან და ბავშვები მოყავთ. იმდენად საინტერესო ღონისძიებები იმართება ზოგჯერ ბავშვებისთვის, სპეციალური აქტივობები, რომ ეს თითოეული ეს ამბავი ეხმარება მათ, რომ ახლოს მოვიდნენ კითხვასთან, წიგნთან და დაინახონ, რომ ეს არის რაღაც უზარმაზარი სამყარო, რომელიც შეიძლება მათთვის მიმზიდველი გახდეს თუ დავეხმარებთ. და თავარი ამბავი ის არის, მე ამ შემთხვევაში ყოველგვარი ყალბი რაღაცა შექების გარეშე მინდა ვთქვა, ამ წარმოდგენილი გამოცემულობების მიმართ არტანურ და ინტელექტუალის მუწევან გვანცამ აღნიშნა, რომ გამოცემულობებს აქვთ ერთგვარი მისია, ისიც რომ თვითონ უკარნახონ გარკვეულწილად გემოვნება მკითხველს. აი ჰარი პოტერთან დაკავშირებით ძალიან კარგი ამბავია რომ ითარგმნა, მაგრამ ის გარანტირებული მოგება იყო ბიზნესის თვალსაზრისით. აი ავიც რაც შეეხება შეიძლება რაღაც ციგნები ბიზნეს თვალსაზრისით რაღაც კითხვის ნიშნებს ბადებდეს, მაგრამ თავარი არის მისი ლიტერატურული ღირებულება და ეს გამოცემულობები მიდიან ამ რისკზე კითხველი სასარგებლოდ და შესაბამისად მე მგონი რომ ლიტერატურა ამით ძალიან როგორც საზღვრავენ გამოცემულები სხვათაშორის საინტერესოა. როგორც საზღვრავთ რა ციგნი გამოსცემთ და ითარგმნეს არ უნდა ითარგმნეს შემდეგ ხო იმიტომ რომ ძალიან ბევრი ციგნი გამოდის დღესდღეობით ხო ინტერესი რა თქმა უნდა მრავალფეროვანია საქართველოში კი ვიძახით ხშირ შემთხვევაში რომ უბრალოდ კითხველთა რაოდენობა დაბალია მაგრამ თბილისის ციგნის ფესტივალზე ეს კარგად ჩანს რომ არიან ნამდვილი მკითხველები არიან ისეთი მკითხველები რომლებიც გამომცემლობებს არ აძლევენ საშუალებას მოდუნების არ აძლევენ საშუალებას იმის რომ არ ეძებონ ახალი გზები ახალი ავტორები რა თქმა უნდა ინტერესების სფერო არის მრავალფეროვანი იქნება ეს კლასიკური მემკვიდრეობის თარგმანი იმიტომ რომ ჩვენში საქართველოში ამ 70 წლიანი საბჭოთა რეჟიმიდან გამომდინარე ლიტერატურა
არ იყო გახსნილი სივრცე. ამიტომ გვიან რა თქმა უნდა მაშინაც ხელფასზე ითარგმნებოდა რაღაც კონკრეტული წიგნები, მაგრამ რა თქმა უნდა ბევრი რამის თარგმნა, ბევრი რამის შემოტანა ქართულ ლიტერატურაში, ქართულ ლიტერატურულ სივრცეში გაჭირდა უამრავი მიზეზის გამო. და დღეს ხდება ამ ცარიელი სივრცის ამოვსება თან ისე რომ არ მოვწყდეთ თანამედროვეობასაც და თანამედროვე ლიტერატურის უახლესი ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშები ითარგმნოს. იგულისხმება როგორც კომერციული თვალსაზრისით გამართლებული წიგნები ამის გარეშე გამომცემლობელი არსებობს. ასევე მაღალი ლიტერატურული ფასეულობის მქონე წიგნები, იმიტომ რომ თუ კი მხოლოდ გამოიცემა კომერციული წიგნები, რა თქმა უნდა, ჩვენ ის მოწოდება და ის ინტერესი, რომ რაღაცა კითხველის გემოვნებაზეც იმუშაოს გამოცემებიდან ესე არ გამოვა, რადგანაც ორივე თანაბრად წონასწორობა უნდა დავიცვათ, კომერციული წიგნებიც უნდა ითარგმნოს და უნდა ითარგმნოს მაღალი ლიტერატურა, რომელიც ადრეც იქმნებოდა მე-20 საუკუნეში, მე-19 საუკუნეში და დღესაც იქმნება, ბუნებრივია. ჩვენ გვაქვს გამოცდილება ინტელექტის ესეთი სერია ნობელის პრემიის ლაურეატები და ვცდილობთ რომ გამოვცეთ სხვადასხვა თაობის, სხვადასხვა დროს ნობელ მინიჭებული მწერლები, სხვადასხვა ჟანრის ავტორები არიან ისინი. დღეს შეიძლება ზოგიერთი ავტორი არც ისე პოპულარულია, მაგრამ ამ სერიით გამოცდილება ინტელექტის სრული პანორამა შექმნას ნობელიანტების. და მკითხველს დაანახოს და ყველაზე მეტად ეს ალბათ იმის ჩვენებაც არის, რომ ქართულ ლიტერატურაში არსებობენ ავტორები დღესაც და ბუნებრივია არსებობდნენ ადრეც, რომელსაც შეუძლიათ რომ ნობელის პრემია მიიღონ. ანუ ჩვენთვის ეს მიუღწეველი სიმაღლე არ არის. ვინ თანამედროვე არსებული მწერლები? რა თქმა უნდა თანამედროვე ავტორებშიც, რა თქმა უნდა ის ავტორებიც რომლებიც თოთარ ჭილაძე, ჭაბო ამირეჯი, სხვა ავტორებს არა შეიძლება გარდაცვლილ მაგრამ თოთარ ჭილაძე იყო წარდგენილი და ეს ავტორებიც იდეაში კი ახლა გადაიცვალნენ. ეხლა ხო არ არიან თოთარ და საუბრობს უფრო ფართო გაგებით. არა დამაინტერესა ვინ არის ესეთი თანამედროვე მწერალი, რომელიც იმსახურებს ნობელის პრემიას. თუნდაც დღეს ის სურათი რომ ჩვენ ამის შესახებ ეს მათი წიგნები გამოვცეთ უახლესი ნობელიანტები, თუნდაც ბოლო 10 წლის განმავლობაში ვინც იყო და ჩვენ გამოცემული გვაქვს ბოლო ნობელიანტი 2015 წელს ვინც მიიღო ნობელის პრემია სვეტლანა ალექსიევიჩი და გამოცემული გვაქვს 2014 წლის ნობელიანტი პატრიკ მოდიანო. ფაქტობრივად ჩვენ ყვალში მივყვებით ნობელის პრემიას. ამ ხრივ უბრალოდ ვიცოდეთ ჩვენ რა ხდება ეს თანამედროვე ნამდვილად, იმიტომ რომ ზვიადიც წერს პროზას, ძალიან კარგს და სხვა დანარჩენი ავტორები ჩვენ ხანდახან გვახასიათებს რაღაც ესე აგდებული მიდგომა ქართული ლიტერატურისადმი, შეიძლება ხა დღეს არა, მაგრამ აგდებული არა, მაგრამ ეხლა მე მარწმენა მაქვს, რომ ის რაც ჩვენ მე-20 საუკუნეში ყავდა პლიადა, ეხლა ნამდვილად არ ყავს. არა, გეტყვით ახლა. ეს თამაში შემედავე. ეს ტოტალი ხილისტური პრობლემა. მე შეიძლება დღეს ამ წუთას ვთქვათ ამ ავტორებს არ აქვს შექმნილი ისეთი წიგნი, როგორიც არის მაგალითად ჯაყოს ხიზმები და ასე შემდეგ, მაგრამ ეს თაობა ჯერ სამწერლო თვალსაზრისით ასაკობრივ ზღვარსკულის ხმობუნებრივია. არ არის მისული ჯერჯერობით იქ, სადაც ძალიან იშვიათად იქნება ხოლმე 30-დან 40 წლამდე დიდი წიგნები. არც ისე ხშირად წერენ, პროზა უფრო შემდეგიას არა, ნამდვილად მე დაგიდასტურებ ამას სერიოზული სტატისტიკით. სოფლიო პრაქტიკიდან გამომდინარე 30-დან 40 წლამდე ზუსტად რო წერენ ავტორები, მაგრამ საერთოდ პროზა დიდი ტექსტები მით უმეტეს იქნება მერე რაღაც ტექსტები იქნება მანამდე. მე სხვა რამეს გეუბნებით ამ შემთხვევაში, რომ ქართული ლიტერატურა არ არის ნამდვილად ხელწამოსაკრავი ლიტერატურა და ნობელის პრემია მიუღია ბარემ 10-ჯერ უფრო უარეს მწერალს, ვიდრე სიტყვაზე ვამბობ. არა, ზოგჯერ რაღაცა პოლიტიკური მიზნები. არა და ზოგჯერ სოციალური კონტექსტებით და ზოგჯერ რაღაცა მასხარასაც კი მიუღია კონკრეტული წიგნის. და არა მხოლოდ ლიტერატურაში. მეც დავამატებ ის შეიძლება. შვიდობის ნობელის პრემიაზე აღარ საუბრობ. თუნდაც რატომ წარდგენილი იყო ოთარ ჭილაძე და რატომ ვერ მიიღო, ხო? აქ არსებობს კიდე სხვა პრობლემა, გარდა იმისა, რაც გიორგიმ უკვე დაასახელა, რომ ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა, ძალიან პატარა ქვეყანა ვართ, დიდი. არა, არ მიჩაგრებით იმიტომ, რომ პატარა ქვეყანა ვართ, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს უნიკალური ენა, რომელიც წაუკითხავია სხვა ქვეყნებისთვის. შეუძლებელია ნობელი მიიღო, თუ შენი წიგნი არ არის ნათარგმნი. აუცილებელი პირობაა, რომ მათ შორის
იყოს შვედურ ენაზეც, იმიტომ რომ უნდა წაიკითხოს ვინმე იმისთვის რომ შენ სხვა პრობლემა არის ის რომ ეხლა მარტო მწერალმა წიგნი დაწეროს და გაუმცემელმა გამოსცეს და იაქტიუროს ეს არ უწყობს ქვეყნის კულტურული ვთქვათ იმიჯის შექმნას მხოლოდ საზღვარგარეთ ხელს ზუსტად იგივე პრობლემა გვაქვს რა პრობლემაც აქვს ამ შემთხვევაში ქართულ რა აქვს რომელიც არის ბრწყინვალე ფორმაში და ნამდვილად არ ჩამოواردება მაგალითად შოტლანდიის ან იტალიის ნაკრებებს, მაგრამ ვერ ახერხებს ქართული სახელმწიფო ამ შემთხვევაში და ქართული რაგბის კავშირი სამწუხაროდ გასაგები მიზეზების გამო ისინი ამ შემთხვევაში ძალიან დასადანაშაულებები არ არიან არა იმას რომ გაფართოვდეს მაგალითად ეს 5 ერის პირველობა 6 ერად ან ლუმინეთთან ერთად უკეთესი შემთხვევაში 7 ერად ხო? მხოლოდ იმის გამო რომ ამ ყველაფერს ჭირდება კომპლექსური მიწოდება შენი თავის. ანუ, როდესაც მაგალითად რომელიმე ქვეყანა, მაგალითად იგივე აი სიტყვაზე ვამბობ ქვეყანამ, რომელსაც წარმოადგენს მილორად პავიჩი, პავიჩი შეიძლება თქვა რაღაც პრემია აღებული არ კონდეს, მაგრამ ზოგადად თავის თავი მთლიანად ესე აგრესიულად, ფორსირებულად მიაწოდა მსოფლიოს, მაშინ მოხდა დაინტერესება. როდესაც თქვა რაღაც ნიუანსური ამბავი მოხდა თურქეთში და მე რაღაც წრეებმა ეს ყველაფერი ძალიან კარგად გაყიდეს, მიუხედავად იმისა, რომ პამუქი ძალიან კარგი მწერალია, ეს ყველაფერი მოხდა და ჩვენ ახლა მარტო იმის იმედზე რომ ესე რაღაცა პატარა ბიუჯეტით გამომცემელი სადღაც წავა, აი ამ ხალხს არ წმუნებს რომ აი ეს კარგი მწერალია. გასაგებია, თუმცა არსებობს ლიტერატურული ნიჭი და არ არსებობს ეს არის ან არა. ძალიან კონკრეტულ ავტორებით შემიძლია მე დავასახელო, რომელიც დღეს ჩემ მიერ წაკითხულ სხვადასხვა ჟანრში ჩემ მიერ წაკითხულ ნობელიან ავტორებს ნებისმიერი იმით გაუწევენ კონკურენციას ნებისმიერ მიმართულებით. ქართველებს პროზაში, რომანში. მე ბევრი არ მგონია დღეს თანამედროვე ევროპულ ლიტერატურაში, თუნდაც ნობელიენტებში ირაკლი სამსონაძის რანგის პროზა იყოს, ყურთბალიში მის პოეზიაში ბესიკ ხარანაული პროზაში თუნდაც ძალიან დიდ თემას შევეხეთ. თუ სამწუხაროდ ძალიან კარგია რომ ამას შევეხეთ. ძალიან ცოტა გიორგი ბოლოს კითხვა მინდა დაგისვათ რა. შენი გურული დღიურები მე მგონი წაიკითხა აბსოლუტურად საქართველოს და უკვე ახალი წიგნები გაქვს, რომელიც წარადგინე. ძალიან მოკლედ დაგვიანოსე ამ წიგნების შესახებ ეს უკვე პირადი კითხვა. აი ზვიათან ადამში გამოიცა ფეხბურთთან დაკავშირებით შენი წიგნი, ეს ორივე იყო ესეების კრებული, პალტრაელმა გამოსცა დეტექტივების სერია და ახლა წერ საბა კომჯიძე ელექტრონულ რომანს, ეს თვალ პირობითი სახელწოდებაა, ამაზე წეღანაც ვისაუბრე, რომელსაც ორი თავგადასავალი ქვია, ნახოთ რა გამოვა ამ საკითხში. რა ჟანრის არის? ეს არის რაღაც ეს ჩვეულებრივი ტიპური რომანია, რომელსაც ცოტა თრილერის სახე აქვს, მაგრამ ფსიქოლოგიური ასპექტებია. ნაცვლეთებს ვეცდებით ჩვენ და ძალიან დაგვაინტრიგე, დაგვაინტერესე. შედით საბა კომჯიძე და შეგიძლიათ საბა ანუ ელექტრონული წიგნის ვებგვერდზე შეგვიძლია შევიდეთ საბაჯიზე და იქ ძალიან მე მგონი სიმბოლურ თანხად ყიდიან ხო წიგნებს 20 თეთრიღის მე მგონი ხო ძალიან გამოწერებს დაგვიანოსო სიახლეები გეგმები და ჩვენ ხო ძალიან მოკლედ გაიგე რომ უკვე ერთად შევიკრიბეთ ახლა ეს სიმბოლური ამ თქვა თავისება თუ გვაქვს ერთი წუთი კი აუცილებლად უნდა ვთქვათ იმიტომ რომ აი უახლოესი გეგმა რაც არის წიგნის სფეროში ახლა არის ის რომ გამომცემელთა ასოციაცია უკვე ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად წლის ბოლოს დეკემბრის ბოლოს 25, 26, 27 დეკემბერს წიგნის საახალწლო ფესტივალზე გეპატიჟებათ ეროვნულ ბიბლიოთეკაში პირველად და იქ რა იქნება? ეს იქნება სამდღიანი წიგნების გამოფენა გაყიდვა, თუმცა იქნება უამრავი ძალიან საინტერესო ღონისძიება. კარნავალი იქნება ბავშვებისთვის განსაკუთრებით საინტერესო ღონისძიებები, იმიტომ რომ ახალი წელია და აი ნაძვის ხეზე ვისაც უნდა ბავშვების წაყვანა, შეუძლია წამოიყვანოს ფესტივალზე და იქაც არანაკლებ საინტერესო. მე კი შევახსენებ ჩვენს მაყურებელს, რომ ყველაზე კარგი და სასურველი, საჩუქარი არის წიგნი. არ ვიცი, უმრავლესობის მეგონი ასია. ასე რომ წაიკითხეთ წიგნი, იარეთ გამოფენა გაყიდვებზე, წიგნებში, წიგნების მაღაზიებში და ნუ ასე შემდეგ. ყველგან სადაც ვიგიწვდებათ ხელი, თუნდაც ელექტრონული წიგნი იყოს, მაინც წიგნი ყველაზე კარგი საჩუქარია. ძალიან დიდი მადლობა ხმობისთვის და საინფორმაციო გამოშვების შემდეგ ჩვენ ზუსტად 9 საათში ისევ დაბრუნდებით გადაცემაში თქვენი დრო. დაგველოთ.